რასაც აკეთებს ხან ნოდარ მელაძე. მელაძეს და სხვებს. ნოდარ მელაძე TV პირველს. ნოდარ მელაძე TV პირველი. ნოდარ მელაძე. მაგალითად ნოდარ მელაძეს. ეს არის ნოდარ მელაძე. ნოდარ მელაძე რა შუაშია და მაგ შუაშია. ნოდარ მელაძე ვიცი რო არ მოიჭრებს. ნოდარ მელაძე როგორც კი გაიგო. მთელი კვირა მათ ჩვენზე ილაპარაკეს. ის ამბები, რომელსაც ჩვენ ყოველ შაბათს საღამოს 8 საათზე გიყვებით თქვენ, მათ აშფოთებთ, მათ ადარდებთ. ისინი ანერვიულდნენ პროპაგანდის ნიაღვარში. როდესაც ცდილობენ თქვენ გამოგონილი ამბებით გაგაბრუნონ, თავისუფლების ამ ფანჯრიდან გამოსული ამბები სულ უფრო მეტად ურევთ მათ გეგმებს, რადგან ჩვენ არ გვიჭირს დავარქვას მოვლენებს ნამდვილად თავისი სახელი. ჩვენ თქვენთან მოგვაქვს ამბები, რომელსაც სხვაგან უბრალოდ ვერ ნახავთ. ამბები, რომელსაც ისინი მალავენ. ჩვენ ამ ამბებს ვპოულობთ და მთელ საქართველოს უყვებით. არა მხოლოდ მთელ საქართველოს, სადაც ისმის ჩვენი ხმა. ჩვენი ხმა ისმის ყველგან, სადაც აინტერესებთ რა ხდება ქვეყანაში, რომელიც ერთ პრორუს ოლიგარქს აქვს მიტაცებული. ჩვენი ხმა ისმის ძალიან ხმამაღლა, რაც მათ აშინებთ, იმიტომ რომ მათი პოლიტიკით, ვინც ხმას ამოიღებს ამ ქვეყანაში, ის უნდა დაადუმონ. თავისუფლების ხმები მათი მთავარი მტერია, მორჩილება მათი მთავარი მოკავშირე. როდესაც ესმით ჩვენი კითხვები, ისინი გარბიან. როდესაც ხედავენ ჩვენს მოძიებულ ფაქტებს, ამბობენ რომ ტყუილია, მაგრამ როდესაც ყველაფერი დასტურდება, ცდილობენ ეს ამბები უბრალოდ არ შეიმჩნიონ. ან სხვა ამბავი შემოაგდონ საინფორმაციო ველში და ასე გამოძვრენ სიტუაციიდან. ასე იყო ამ კვირაშიც. თან ჩვენ თავს გვესხმოდნენ სიგიჟის მასშტაბის ტყუილებით და თან ადასტურებდნენ, რომ მათი გუნდი თურმე კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული. აბა ჩვენ სხვას რას ვუყვებოდით მაყურებელს? თქვენ ის ხალხი ხომ არ ხართ შემთხვევით, ჩვენი გამოძიებების შემდეგ ზედ რომ ეფარებოდით ყველას, ვისაც კითხვებს უსვამდით და შემდეგ იგივე ხალხს თქვენს გუნდს აცილებდით, უშვებდით ბურუსით მოცული ბრალდებებით და თან მიანიშნებდით, რომ მგონი კორუმპირებულები არიანო. ჩვენზე ამ კვირის თავდასხმებმა დაადასტურა, რომ ახლა ამ ორის სამიზნეები ვართ. ჩვენ ასეთი თავდასხმები ბევრი გვინახავს. არც მდინარაძეა პირველი და არც კობახიძე იქნება უკანასკნელი. მათ ჟურნალისტებზე თავდასხმები სხვებმა დაასწრეს, იმ ხალხმა, რომლებმაც მერე მათივე პარტიიდან გაასწრეს. მაგრამ ახლა კიდევ უფრო სხვა რამ ხდება. ჩვენ არ ვიცით, როდის და ვის მოაფიქრდება თავში ფიზიკური თავდასხმა ან სულაც ჩვენი ფიზიკური განადგურება. მათი და მათი ნათლი მამის, რუსი დიქტატორის ვლადიმერ პუტინის ხელწერას თუ შევხედავთ, ეს საფრთხე სულ უფრო ცხადი ხდება ჩვენს ქვეყანაშიც. თავისუფალი მედიის როლს ასეთი ხალხი მხოლოდ მაშინ ხვდება, როდესაც ოლიგარქის გუნდიდან მოდიან და მათი მშობელი პარტია მათ ჭამას იწყებს. როდესაც მათივე პროპაგანდის მანქანებს მათ წინააღმდეგ ამოქოქავენ. ერთ დროს სუპერძალოვან მინისტრად შერაცხულს სისხლის სამართლის დამნაშავედ აცხადებენ და სიხისთვის ამზადებენ. ან ერთ დროს კაცს, რომელსაც მილიარდებს ანდობდნენ და მილიარდებს ამართინებდნენ, საკანში სასიკვდილოდ აცემინებენ. ან ერთ დროს გუნდის სპიკერად ქცეულ მთავარ ტიპს უცებ სულელად გამოაცხადებენ. გავლენები და ძალაუფლება დროს მიაქვს. ჩვენ თქვენ დაგიცავთ. ასეთია ეს პროფესია. აქ მთავარი არის სამართლიანობა და უფლებების პატივისცემა. ადამიანის უფლებების პატივისცემა. როდესაც თქვენივე სისტემა თქვენს ჭამასაც დაიწყებს, იმიტომ რომ ოლიგარქის სათამაშო მოედანზე ახალი გმირების გამოჩენის საჭიროება გახდება, თქვენ მოგიშორებენ და თუ ჩუმად არ წახვალთ,
ყველა საგიმხედრებენ. ჩვენ თქვენ ამბებსაც მოუყვებით საქართველოს. ჩვენ თქვენზეც დავსვამთ კითხვებს, ისევე როგორც დღეს, აქ და ამ ეთერში. მოგიყვებით გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ამბავს. როგორც ჩვენ ვიცით, ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილი შვილობილს უწოდებდა. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, როდესაც ერთ-ერთმა ცნობილმა მილიარდელმა ივანიშვილს დაურეკა და უთხრა ეს ბიჭი შენი სახელით მელაპარაკებაო, ივანიშვილმა უთხრა დაახლოებით ასე ითარგმნება ის ფრაზა, ის არის როგორც ჩემი შვილი. დღეს ის ციხეში ჩასვა, საკანში, სადაც სასტიკად სცემეს. ახლა ციხიდან იბრძვის ეს ადამიანი, რომ მინიმუმ საჭირო სამედიცინო დახმარება მაინც მიიღოს. როდესაც უკვე ივანიშვილის გუნდიდან წამოსულ ბაჩიაშვილს 2 წლის წინ ბრალი წაუყენეს, მაშინ მე მას მივწერე. გამარჯობა ბატონო გიორგი, ჩვენ გვინდა თქვენი საქმე შევისწავლოთ. ალბათ ის ამას ვერასდროს ვერ იფიქრებდა, რადგან მანამდე არაერთხელ დაგვირეკავს მისთვის, როგორც ოლიგარქების მილიარდების მმართველისთვის დაგისვა ამის კითხვები, რომელზეც ალბათ ქართული ოცნების მოქმედი ლიდერები ვითფრასდებოდა. იმიტომ რომ ის მაშინ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე სანდო კაცი იყო.